მოგესალმებით ამ ხანაგებო როგორ გიკითხოთ? გამარჯობა, რა ვიცი, რა გუშავს, კარგად, ნორმალურად. ესე იგი, ყველას როგორ დავარქვით წინაზე, ყველაზე არასტაბილური პოდკასტი, ამერიკული პოდკასტი გვერქვა, მაგრამ გადავარქვით და გიბრუნდებათ ისევ არასტაბილურად, რომელ დღეს დაიდება, ჯერ კიდე არ ვიცით, მაგრამ ალბათ შაბათს ან კვირას ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დაგიბრუნდეთ სტუმრებთან ერთად ხოლმე და დღეს განსაკუთრებული დღე გვაქვს, ასე რომ დღეს გვყავს სტუმარი, ადამიანი, სულ მინდოდა ხოლმე ამის თქმა, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება. უბრალოდ ილო ქობულაშვილი, ადამიანი, რომელიც თუ თქვენ იმყოფებით ამერიკაში, ან არ იმყოფებით, ან ვინმე გყავთ ამერიკაში, არსებობს ვარიანტი, რომ თქვენ მისი რაიმე ვიდეო არ შეგხვედროდათ და რაიმე სარგებელი მაინც არ მიგეღოთ, საერთოდ ხმამესმის რაღაც სხვა ტელეფონები. ხო და რას ვამბობდი, რომ რაიმე სარგებელი არ მოგესმინათ მისგან, რომელიც შეიძლება და რამეში გამოგდგომოდათ, ასე რომ ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს, წამყვანები სტაბილურად ამ შემთხვევაში. ესეც მინდოდა მეთქვა ხოლმე, მახაც რამეში და თქვენი მონამორჩი. ხო და რა ვიცი, გამარჯობა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. იმედია, კაი პროფილი მაქვს. და შევუდგეთ მოკლედ დღევანდელ ჩვენ საუბარს. ძირითადად არ ვიცი კინახავს თუ არა ჩვენი პოდკასტები, მაგრამ ჩვენ საუბრობთ ხოლმე ემიგრაციის საკითხებზე, ფინანსებზე, ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ ბიზნესი, რაღაცა საინტერესო იდეები და რაღაცა საკეთებენ ამ ქვეყანაში, რომ გააძლიერონ ქართველები და ჩვენი ასე ვთქვათ. აი ეს ბოლო ორი ესეთი გავარდნილი ვიდეო იყო ჩვენი ამ თემაზე, დარჩენა ღირს ამერიკაში და მუშაობა. თუ წასვლა ბევრი ფიქრობს ასვლა და სამბოლო მოვლენებიდან გამომდინარე ძალიან ბევრ საინტერესოს დავრჩე თუ წავიდე. და შენ რას ფიქრობ? იცი რა არის, თუ ადამიანი მონდომებული ხარ იმისთვის, რომ რაღაცას მიაღწიო და მიზანი გაქვს შენი დასახული, ალბათ უნდა დარჩე და იბრძოლო ბოლომდე. წასვლა ესე იცოდა ხოლმე მამაჩემო ჭაობში თუ შეტოპაო ბოლომდე უნდა გახვიდეო. თუ არა გაქვს იმის შანსი რომ ბოლომდე გახვიდეო, მაშინ ნუ შეტოპაო რა. და რახან შეტოპელი გაქვს უკვე იბრძოლე რა, სადამდეც ზალა გაქვს და გაგიშვებს გარემო და უნდა იბრძოლო, ჩემი აზრი ესეთია. ყოველ შემთხვევაში ყველაფერი უნდა ითვისო, რაც მოგეცემა ამ ქვეყანაში და კი. მე თუ მიხვდი რომ ვერაფერს ვერ აკეთებ, ხა არავინ დაბმული არავის არ ყავხარ, მაგრამ ადრე თუ გიან ყველა მე მგონი დაბრუნდება და ყველა დაბრუნებას აპირებს. ნუ არის გამონაკლისები. აი მე და მახაზი არ ვაპირებთ მაგალითად. ხო, არის გამონაკლისები, რომლებსაც არ უნდა დაბრუნება კი ბატონო და შეიძლება არც არსებობს დასაბრუნებელი გზა სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე. ნუ ეხლა მე მგონია რომ მე რო დავბრუნდე აეროპორტში ვეამაგდებენ. სერიოზულად. ხო, მაგას ვიძახი. დაბრუნდი კაია. მაგას ვიძახი, რომ არ არის ზოგისთვის არ არის დასაბრუნებელი გზა, მაგრამ არის სწორი ნაბიჯი რა. დაბრუნება ვისთვის გააჩნია? არა, ჩაიგდა თავი მაგ სიტუაციაში. საფრთხეში. როცა ზუსტად იცი, ეხლა ნავალნი რო დაბრუნდა, ეხლა ნავალნის დონეზე არავინ არ ვართ, მაგრამ ნავალნი რო დაბრუნდა ვაშკაცურად თუ რაღაცა რო ემხილას სისტემად რაღაცა ნორმალური ის იყო, ეხლა ტიპი დაადებილეს და მე მოკლეს. ხო, ნუ შანსი არ უნდა მიცემთ. გაუძლელი ნაბიჯი იყო. არა, იმის მითოლოგია საყოლელი რაღაცა, ანუ არ არის ეს სადღეგრძელო არ უნდა იყოს. ცხოვრება არის რაღაცა ძალიან პრაგმატული და ყოველთვის ჭეშმარიტება არ იმარჯვებს რა. ანუ რაღაცა სხვა რაღაცები იმარჯვებს რა. ზოგჯერ უფრო ცხარტი უნდა იყოს და უფრო ჭკვიანი ან რაღაცა. ხო და ეგეთი ამბებია რა. ხო, თქვენ მეგობრებო არ გაგიკვირდეთ გაქანებული მუშაობით ის ასე რომ ხანდახან შემოქმედა. ცხელი პერიოდია ტაქსების და რა 12 ბუხალტერი მუშაობს იგით. ხო და ელო მოდი შენზე დავიწყოთ საუბარი. კი ამბობ რომ შენზე მეტი იცის ხალხმა უკვე შენზე, მაგრამ არა, ჩემ უყურე როგორ ვამბობ, იმაზე მეტი იცის ხალხმა ჩემზე, ვიდრე მე საკუთარ თავზე. ხო, მაგას ვამბობ. ხო. შენ თავზე შენზე მეტი იციან. არსებობს ეგეთი ხალხი, ხო, ალბათ ჩვენც ყავს მეგობრებში. კი, ჩვენ საჯეროა, ეგეთი ხალხი საჯეროა. მე ერთხელ წიგნის მაღაზიაში მუშაობდი და მაშინ იყო ისა რა ქვია. ესეთი პოეტური რაღაც გქონდა რა, ორდენი, ვარდისფერი ავტობუსი ერქვა და წიგნი გქონდა გამოცემული. ეს წიგნი იყიდებოდა ჩვენთან, ხო ხტები?
მაღაზიაში და არავის არ ურჩევდი ხომ იმიტომ რომ ძალიან ეპატაჟური ლექსები იყო განსაკუთრებით ჩემიდან სვიგინებოდნენ და მეთქი მუსიკი და ვიღაცა შემოვიდა და ერთხელ დაინახა ეს წიგნი და გადაშალა და ვინ ესო იციო ვინ არიანო და მეთქი კი ვიცია ხოცა ორდენია თქო პოეტების თქო ამათთანო ერთი გამოყენებული არის აი სადმე დამიჩი დამაჭერინაო აბა მეთქი მაგას მეც ვეძე და ეგეთი ტიპი ყო იმიტომ რაღაცა გადაცემაში წავიკითხე ძალიან ისეთი ლექსი და იქიდან ახსოვდა რა ეს ხო და არის ეგეთი ხალხი რა ეგეთანხმები მაგრამ საჭიროა კი გუბუსტავენ ხშირად თავის დაუნებურად შემთხვევაში ის ლამძღოლ უფრო ყურადღებას იქცევს მე და ხო აი შენ მოგვიყევი როგორ აღმოჩნდი ამერიკაში პირველად მე ძალიან მარტივად მინდა გითხრა ესე მივედი უბრალოდ წვანება რაც განაცხადი შევავსე და პირდაპირ წვანე მოიგე ვერ მოვიგე გაუბრაზდი მეთქი რას კი ვერ მოვიგე და მეორე წელს კიდე შევავსე და მეორე წელს მოვიგე მაგარია და ეს ოჯახთან ერთად კი მოვაგროვეთ საუთები ყველაფერი რაც იყო როგორც იყო საჭირო და წამოვედით აი ესე რომ არ ვიცოდი სად მოვდიოდით მაგრამ ის მომენტი გქონდა ბოდიში მავხაზე ხდეთ ვიკითხავ ის მომენტი გქონდა რომ აი რაღაცა რთული ცხოვრება გელისა რაღაცა აი რისი მოლოდინი გქონდა და რა დამხვდა მაგაი გეტყვი რა დამხვდა მაშინ მე რომ ამერიკაში ჩამოვედი ხა რაც ქონდა გაგონილი და ნანახი ამერიკაზე ის ნამდვილად არ დამხვდა განსაკუთრებით აი ამ ქუჩაზე რო გავიარე რომელზეც ვიმყოფები მეთქი ამდენი ამისთვის იწვალე განა ეს არის ამერიკა ხო თავიდან როგორ გითხარი ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი რა ეს ყველაფერი რო დავინახე მაგრამ მე მითხას ადამიანებმა რომ ეს არ არის ამერიკა და აი მან ცოტა იმედი მომეცა რა რომ მეთქი ნამდვილ ამერიკას ალბათ ნახავ ხვალთუზე და კი მოხდა ისე მე რომ ეს არის 2018 წელი 2018 ხო 18-ის ზაფხულში ჩამოვედი მაშინ ვინ არის პრეზიდენტი ტრამპი ხო ტრამპი ხო 16-დან 20 შესვენება ქონდა და ხას ნაცნობი ყავს ერთი იმ დღეს მეყვებოდა მეო კაცო 35 წლის წინ ჩამოვედიო ბილ კლინტონი იყო ბილ კლინტონი როდის იყო ვაფშე არ მახსოვდა მე იმდენი ვიცინე დედას ფიცა არ მაგაზე რომ ჩამოვიდა ბილ კლინტონის დროს ხო ტრამპი იყო რომ ჩამოვედი კი იმიტომ რომ მაშინაც რაღაც ეს კედლის გამაგრებები და ის ნუ დაიწყო ხო აი ეგ პერიოდი იყო შემოასარი კედელი არა მე კედელი არ დამჭირებია მაგრამ არც აუშენებია მე მგონი არა ეხლა გამაგრებული იყო ტეხილი არა ის რასაც ლაპარაკობდა რომ თელ ამერიკას მექსიკის საზღვართან კედელს ააშენებდა და ვერავინ ვერ გადაანუ სისულელია დაფინანსება შეუჩერეს მე რამდენადაც მახსოვს კონგრესმა და იმიტომ ვეღარ ქნა და აი ოჯახი შვილები თუ როგორ რამდენი იყოთ 4 შვილით ჩამოვედი მე 5 მეყოლა ვა კოლეგა აბსოლუტურად შენ ხო აი მე 5 შვილით ჩამოვედი მაგრამ მაგრამ ძალიან იშვიათი 5 შვილის ორი თვე არც კი ვიცხოვრია აქ კინგსაივეზე ცხოვრობდით მაშინ ზუსტად სადღაც თვენახევარში წავედით აქედან რა სად ოჰაიოში გადავედით და აქ ვინც დავხვდნენ და ზოგადად ქართველები აქ ვინც გავიცანით ესეთი რაღაც იყო რომ იქო სად მიდიხართო თქვენო იცით იქ სად მიდიხართო არც რუსული მაღაზიაო არც ქართული მაღაზიაო ავტობუსი იქ არ არის მეტრო იქ არ არისო მაგით გაშინე ესე იგი ამერიკაში მივდივარ მეთქი მაგას მეუბნები და კიო იქ რუსულად ვერავის დაელაპარაკა არ მინდა რუსული ამერიკაში ვარ მოდიოდი კოშმარებში მესიზმრებოდა რომ გამოვედი ვითომ ამერიკის ქუჩებში და ყველა ქართულად და რუსულად ლაპარაკობს და ვერ ჩამოვედი ამერიკაში ჰა დაწყებული გვაქვს და ვიწერთ მოდი დამუნათ არა ჩაწერა არა იმას გონე პირდაპირ ჩაწერა არ არის პირდაპირ ამოვაჭრით არა ეს დასამონტაჟებელია ანუ შეიძლება ყავარაკთ ხო არა მადლობა ხო всё ვაგწერებთ კი
ხო და აი ესეთი კოშმარები მე სიზმრებოდა რომ ჩავედი და ვითომ ამერიკაში ვარ და გამოდივარ ქუჩაში და არავინ არ არის ამერიკელი და მინდა რომ ვიგრძნო რომ რაღაც სხვა კულტურასთან შერწყმის მომენტი მაქვს რა კაი და რომ ჩამოხვედი და ეს ყველაფერი ადგილზე ნახე რა შთაბეჭდილება დაგრჩა თუნდაც აი ბრუკლინზე იცი რა არის მე საცხოვრებლად რომ ჩამოვედი აქ უკვე ნამყოფი მე ჩამოდიოდი ხოლმე ყოველ წელს ამერიკაში სხვადასხვა ქალაქებში პირველად საერთოდ სიეტლში ვიყავი და ასე შემდეგ და აქ ამაზე ფილმიც მქონდა ნახე ეს კოგუაშვილის და ნუ ვიცოდი რაც ხდებოდა უკვე მთელი ლეგენდები მაგრამ რო მოვედი რეალურად აი აქ უბრალოდ გარდა იმისა რასაც გიყვებიან რეალურად დროში მოგზაურობა რა ანუ ეგეთი შეგრძნება სხვაგან არ გეუფლება აქ რო გეუფლება ალბათ შოკის მომგვრელი უფრო საბჭოთა კავშირში ბუნდები აბსოლუტურად ყველა რუსულად კნიგია წერია და ყველაფერი და ანუ ეს თან მულტიკულტურული იქით ის მუსლიმი რუსები აქეთ ისინი აქეთ გარჩე და იქ ქართული გესმის ყაზახური ანუ რაღაცა და თან რა არის ის კი არ არის ეხლანდელი რუსეთი კი არ არის ან ეხლანდელი საქართველო როცა წამოვიდნენ ის რუსეთია ან მაგას საბჭოთა კავშირის რუსეთია იქაური რაღაცა კამფეტებს ჩითავ ისეთებს რომელიც მაშინ იყო ჩემ ბავშვობაში და იქ აღარ არის და აქ არის ანუ დები ეგ იყო შოკის და რაღაც ისეთი კიდიან რაღაც ისეთი რამე ვიჭიტება რაც ეხლა რუსეთში შეიძლება ვერ ნახო მაგრამ აქ არის რა კი და ეგ იყო შოკის მომგვრელი რომ მარტივად ჩვენ ბავშვები სიმართლე გითხრა აქ ცოტა და დაითრგუნენ რა აქ იმიტომ რომ ეს ყველაფერი ამდენი სიბინძურე ამდენი რაღაცა ეს დროშ ჩარჩენილი ადგილი რო ნახეს სადღაცას იქ წარსული დაითრგუნენ იცი არ უნდა ბოლო პერიოდი გამოსვლაც აღარ უნდა თქვა გარეთ რა თავიდან რომ გამოვიდეთ რომ ის ნახოთ რაღაცა სანაპიროზე გავიაროთ იქით ქუჩა მე აღარ უნდა გამოსვლა მე იქითკენ გადავიდით სკოლაში შევიყვანეთ ამერიკელები ყველა ნახეთ კი არიანი კაც სხვადასხვა ერის წარმომადგენლები მაგრამ ნუ ძირითადად ამერიკელები ძირითადად აქაურები და უფრო ამერიკულია ვიდრე ხო იქ უფრო რაღაცა მე გაიხსნენ ენა ადვილად ისწავლეს ხო ერთ-ორ წელიწადში ისეთი დაამთავრეს და აქაურები არიან ახლა უკვე ხო მე იყო ესეთ შემთხვევა რომ ერთი მეზობელი ეკითხება ბავშვს რომ სახშიო შენ და შენ ძმა რა ენაზე ლაპარაკობთ დედა და მამა თუ ვიყურებენ ქართულად და ისე ინგლისურად ინგლისურად უფრო კარგად ამეთყველდნენ ხო ეს არის ინგლისურად ფიქრობენ პრობლემა ზოგადად კი მე მშობლიური გავიწყდება და რამხილები იყვნენ ჩემო პატარა მყავდა რამდენიც გამოდის 8 პატარები იყვნენ ეხა უფროსი ბიჭარი 16 წლის ანუ მაშინ იყო 8 წლის და ის გაბრიელი საერთოდ 5 წლის იქნებოდა ესე ხო გოგოებიც აგრე 18 წლის რა მე რას ვაგვირდები ყველაზე პატარებს ყველაზე ნაკლებად უჭირთ ყველაზე ადვილად უთვისებენ ხო რა თქმა უნდა კი პატარები ადვილად ადაპტირდებიან კი და მე უფრო ჩქარა მიყვებიან რა ქაურობას რა აი როგორ განვითარდა მე შენი ემიგრაცია რას მოკიდე ხელი რამდენად მალე ემიგრაცია განვითარდა იმითი რომ ნუ თავიდან იქ ადგილზე მუშაობდი არც მართლმოწომა მქონდა აქ მით უმეტეს რომ ჩამოვიდა აქ მართლმოწომის აღება რომ დავაპირე 400 რაღაც დოლარი მიჯდებოდა მოკლედ მართლმოწომის აღება აქ რომ იყო რა და იქ რო ჩავედი მეორე ოჰაიოში ანუ ოჯახი გავაგზავნე მე დავტვირთ გადავაფრენე რა უფრო სწორედ და მე რაღაცები რაც ქონდა აქ დავტვირთე მანქანაში და მანქანით წავედი 2 კვირის მერე აი რო ჩავედი იმ დღეს არა და მეორე დილას გავედი გამოცდაზე და ეგრევე და $20 ავიღე მართლმოწომა რატო იყო ამ ხელსხვა არ ვიცი აქ რატომ ითხრეს მაგ ხელაფასი არ ვიცი რომ ვიღაცას ოფიციალური რაღაცაში უნდა გადავემზადებინე და ვიღაცა რაღაცაში დამხმარებოდა აქ რაღაცებს ითხოვენ $21 და რამდენიღაცა ცენტი გადავიხადე ოფიციალურად რაც DM-ში გადასახდები ერთ ამბავს მოვყვები რა კაცი მოვიდა ისა ტაქსებს ეხება რა გამიტარეთო ეს ხარჯი აუცილებლად რა $2000 გადავიხადე და ჩეკი მოიტანა რა
რისი იყო იცი? იმაზეო TLC-ის მართვის მოწმობის სახელ გამოცდაზე შევედიო და ყურში გამიკეტეს ისე. პასუხებს განახობდა და $2000 გადაუხადე. აი გუნდოდა ხარჯებში. აირიში გამზარდა. შენის ვიდეო გააკეთა ნახე ქალი პოლიციას რო აიგეთ რაღაც დახმარებას ამერიკაში ახდება პოლიციას იძახებს ქალი მისულია და ტიპი კამერის წინ უმეორებს რის გამო გამომიძახება. კოკაინი მქონდა გასაყიდასო და მომპარესო და ქურდობის ფაქტს გამიძახა. მოტოციკალეთა მომპარესო მომპარესო კოკაინიო გასაყიდად მქონდა გამოტანილია და ეს პოლიციელი როგორ შოქშია იცი რა აი უმარცვლის რა და კი მაგის გამო გამოგიძახე რა გამწესეს ბარიგობა მანთავდება პროსტა და რა მოხდა არ ვიცი მე აღარ ვნახავს ეს ხალხო ეხა ძის მარტო მაგ გამოძახების გამო არსებობს ეგეთი ხალხი და მე აიც როგორ განვითარდა ეს ხო მე ეს პატარა მარცვეულწომა რო აღე პატარას ვეძახი მე პატარა მანქანის მარცვეულწომას იქ მუშაობდი რაღაცა სერვისი იყო სამედიცინო სერვისში მუშაობდი იქიდან მე მოვსინჯე ეგრეთ წოდებულ ბაქსებს რო ვეძახი ბაქს ტრაქზე სადღაც ერთი თვე მაგრამ საშინელება იყო და მე გადავწყვიტე რომ დავსულიყავი ტრაქზე ავიღე CD-ელი და მაშინ ესე არ იყო ხო ესეთი პოპულარული ტრაქზე რომ არა პოპულარული ცოდის გახდა ტრაქი შენ გახადი პოპულარული არა მე არა ტრაქზე მუშაობა პოპულარული გახადა კოვიდმა სიმართლე თუ გითხრა კი იმიტომ რომ კოვიდის დროს იყო რაღაცა არარეალური ფასები იმიტომ რომ გახსოვთ ალბათ რამხელა პანიკა იყო ხალხს ეშინოდა გარეთ გამოსვლის მუშაობის კი ბატონო და ვისაც არ გვეშინოდა კი მუშაობდით ისინი არა შემაშინდა და $20,000 ვაკეთებ თვეში მე მაშინ საქართველოში ვარ წლა რეალური ბუდიში გაწყვეტნე ეხლა რეალური ფასი ტვირთი რო აიღო და წაიღო მაილზე 2.5-ად რო აიღებ არის კარგი ფასი და მაშინ დისპეჩერს ანუ per mile რა ანუ მიგაქვს დაუშვათ 100 მაილზე მიგაქვს ტვირთი ხო 1000 მაილზე და აი $2500 არის კარგი ფასი რა ეგ რამდენი ხნიანია ერთი დღე და 2000 მაილს ანუ მე უბრალოდ per mile ფასს ვიძახი რა რომ 2.5 აი ახლა რო ფასი აიღო მეც საძგებ ხეების წინ $2 იხვეწებოდა გზა მძღოლები რო ტვირთი აიღოთ კოვიდის დროს გეტყვი რა სიტუაცია იყო დისპეჩერი რო დამირეკავდა რომ $6 ტვირთი ვნახეო მეთქი ნუ გეზარება მუშაობა კარგად მოწებნე $7-8 დადიოდა ტვირთები და მაშინ ეს გავვრცელდა რომ кайფული შოვება ეს იყოს რამდენიმე თვე რა და იმდენად აიტაცა ეს ხალხმა რომ წავიდნენ კრედიტები გააკეთეს ტრაქები გამოიყვანეს ყველა CD-ელი არიქა ჩქარა და გახდა ისე მე რომ ტვირთი იყო 1 ცალი და მძღოლი იყო 4 როგორ ხდება და დაეცა ფასები იქამდე დაეცა ფასები რომ მე გამიგია რომ $დოლარად დადიოდა მე ხალხი რომ ოღონდ ის ბანკის კრედიტი გადაეხადა არც $არ არის არა ტრაქზე $. ძალიან ცოტაა არა ცოტა იმასთან შედარებით რაც არის საბაზრო ფასი მაგრამ ხა რო აიღო რომ შეგწევლობთ მაგრამ ის ხარჯი ორ დღეში მძღოლობით რომელ ქვეყანაში იშოვი $1000 მითხარი ხო მაგრამ უყურე რა ხდება აი ეგ არის ზუსტად ცუდი მომენტი რომ უყურებენ რამდენი იშოვე შენ შეიძლება $6000 იშოვე ამ თვეში შენ შეიძლება $6000 იშოვე ამ თვეში მაგრამ რამდენი საათი გეძინა ბინაში რამდენს იხდი ყვებაში რამდენი მიგდის იმ მანქანას რამდენი ხარჯი აქვს ამას არავინ არ ანგარიშობს და ჩანს მარტო ის რომ კი თვეში $20,000 შოულობ ხო კარგად ჩანს ბევრი ფულია მაგრამ იმ $20,000-დან საწოლში რო გადაიხადა მინიმუმ 6,000 ეგ თუ გითხრა არა მაგის ხარჯები მომისმენია და ვიცი რომ ძალიან ხარჯიანია მით უმეტეს ტრაილერი და ის ჩვენ მეგეთყვი ერთ გარემონტებაზე შაბში რო შეხვალ გეგმიურ რემონტზე რო შეხვალ 6-8,000 ისე ტოვებ როგორც არაფერი ანუ რა თქმა უნდა აქ ისიც არის ტრაკი კიდე დიდი რაღაცაა და უფრო მაითქო უბერზე მოსულა ხალხი ჩვენთან ტაქსებით შემოსავლები აქვს ოფიციალურად
280,000 ეგეთი რაღაცაა. წარმოუდგენელი ციფრია, ხო გამოდის თვეში 22,000-23,000, მაგრამ ხარჯი არის იმხელა, ჯერ Uber-ი და Lyft-ი არის 100 არჩევა შეიძლება. არა 150 ვითომ სახში წაიღო, მაგრამ ეხლა მანქანის თვითები და ისე რომ გამოაკლო ყველაფერი, გამოდის რაღაც კაცილებით ნაკლები. მაგრამ ეგ არის 20 საათი მუშაობს. და საიდანღაც ჩანს რომ შენ მუშაობ 20,000 თვეში. ხომარა იმან იქ Uber-ზე რო იმუშავა და თავისი 10 საათი რო ამოწურა Uber-ზე, მე გადავიდა და 1-5 საათი მუშავა, ან შეიძლება 18-იც. Uber-ი არ შეიძლება 10 საათი სუფთა ჩართული უნდა იყო, მაგრამ 10 საათი რომ მუშაობ, 12 საათი გადის, იმიტომ რომ ხანახა გამართული გადადიხარ ადგილიდან ადგილზე რაღაც. იმანე 250,000 რო იშოვა, შეიძლება ის 10 საათი იმისი დახარჯა, 10 საათი იმისი და 4 საათი არ ეძინა. კი კაცო. ეგ არა ჩანს. არა ხალხი რეალურად მუშაობს ძალიან მაგრად. გინდა ტრაქცია, გინდა რობოტულად ამერიკაში არის რობოტული მუშაობა. აი გაუჩერებლად მუშაობს ხალხი, გაჩერდება. როგორც კი გაჩერდები და გეტყობა რომ არის გუშინ არის მუშავი და უკვე გეტყობა. იცი რა მაინტერესებს? აი ხა ეს ბუმიროა. ბუმირა რაც არის ან რაღაცები რო იცვლება, რო იჭერენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაზეც არის ხომ ხშირად შენი კონტენტი და ზოგჯერ ვიღაცები არ გიჯერებენ ხოლმე. ჩვენი არ იყოს რო გიკომენტ დღეს მახას ვაცინებთ იმაგაზე ზუსტად იგივე რაღაცებს უკომენტარებენ თქო რა ნუ აშინებთ ხალხს და რაღაცებს გეგონებ შენ გამოდიხარ და იგონებ რა რაში მაწყობს ახლა მით უმეტეს ტრაქერები შევაშინო მე აღარ მუშაობ მაგ სფეროში აღარ ვარ და რატომ მინდა რომ ვიღაცა შევაშინო მაგრამ ფაქტია რომ აგერ გუშინ წინ თუ რაღაცა 4 დღის წინ 13,000 ეს არ არის 13 ან 1300 13,000 non-domicile CDL გააუქმეს ერთ ღამეში ერთმა შტატმა თუ ხო ერთმა შტატმა ერთ ღამეში 13,000 მარტოს გააუქმა 13,000 ადამიანი და დაუმშოვარი ხო non-domicile CDL ქვია რომელიც ეს გამოდის 13,000 ოჯახი არა 26,000 ოჯახი ერთი კი non-domicile CDL არის აი ისაც მარტო social და ქართველი სხვა არ იქნება. ხო არა, მარტო ქართველი არა, ჯვარიც წერდა მართლა დაიფარო 90% იქნებოდა ემიგრანტი. აი ყველა ემიგრანტი. მასივი. ყველა მე ემიგრანტი ხო აქაც არ ჩანს და იქაც რა არის non-domicile ინდოეთშიც და პაკისტანში. CDL-ს როცა იღებ, იქ აწერი ან limited term CDL-ი, ან non-domicile CDL-ი აწერი. ან ეს ზუსტად ის ხალხია, რომელიც იმ ღობიდან არის შემოსული, ხთი? მარტო work-ი და social-ი რო აქვს და სტატუსი რო გაურკვეველია მაგათი. აგე ახლა ბოლოს ერთი შემთხვევა გახსოვთ ალბათ იქ highway-ზე რომ მოატრიალა და ოჯახი რომ მოწყვეტა ინდუსმა. ხო. რის გამოც დაიწყო ეს ზოგადად. ეხლა 18 თებერვალს ატრიალა და შეასყდა ვიღაცა. ხო, ატრიალებდა highway-ზე, სადაც არ შეიძლება მოტრიალება და იქიდან მომავალი ვენი დაეჯახა და ადგილს დაიხოცა ყველა. და ეხლა 18 თებერვალს თუ სწორედ მახსოვს, მე მგონი 18-ში იყო, ინდიანაში მოხდა კიდე ისევ ინდუსმა, ისევ ამერიკელი მოკლა, შუქნიშანს გაიარა წითელზე და მაშინაც არ არის მოკლედ ინდუსების იყო ლაპარაკი, რომ საერთოდ ყველას ჩამოერთვას საქმიანობა ამ ხო და რა მნიშვნელობა აქვს ხა ინდუსი რა მოქალაქე არ მოატრიალებდა? არა, ინგლისურის ცოდნაზე. ინგლისურის ცოდნაზეა გამახვილებული ყურადღება. ინგლისურის ცოდნაზე, იმიტომ და გვერდ წაიკითხა. ნუ ხა თქვათ რა ყველა მიცის ისედაც რაღა არის დასამალი, ხო? მით უმეტეს ეგ ინდუსები ისე იღებენ მართვის მოწმობას, რომ ერთი სიტყვა არიცან ინგლისურად. ერთი სიტყვა. აი ყურში რაღაცა სისტემებით. რაღაც მაიმუნობებით. მე მაგალითად მომივიდა არ მახსოვს წელი რომელი წელი იყო ალბათ 21-22 წელს შეიძლება, ანუ ახალი აღებული მქონდა ყოველ შემთხვევაში. შეიძლება 19-ში არ ვიცი, მოკლედ ახალი აღებული მქონდა ეს CDL-ი. ახალი წლის პერიოდებია, რომ მეთქი აი გადავაგოლებ ამ იანვარს სახლში და თებერვლიდან გავალ სამსახურში რა. წერილებს გადავხედე რაღაცები შემოსულები იყო გავხსენი და მოსული მქონდა თქვენი მართლმოწმობა გაუქმებულია. და სკოლა რომელშიც ჩაუბარე გამოცდა დაიჭირეს ეგეთ მაიმუნობაში და
ესე რანდომ როგორ იქნება ქართულად შემთხვევითი შემთხვევითი პრინციპით ვიღაცეები აგვარჩიეს და დაგვიგზავნეს ეს წერილი არა ყველას არა რომ დავრეკე მე მთავარ შეიძლება ქართველებს არა ოჰაიოს მთავარ დიემში რომ დავრეკე იქ მითხარეს ეგეთი რამე რა რომ თქვენ არაფერ შუაში არ ახართ სკოლა გამოვიჭირეთ რაღაცა მაიმუნობაში და ესე რანდომ ავარჩიეთ რამდენიმე ადამიანი რა თავიდან ჩაგაბარები თავიდან ჩავაბარე რა მე კი მითხრას რომ ახლა პრობლემა აღარაფერი არ გექნება ანუ ახალად უნდა ჩაგვაბარო გამოცდაო სკოლაშიც ახალად უნდა იარო ეს მითხრეს თან ოღონდ არა იმ სკოლაშიო რა სხვა სკოლაში იმიტომ რომ მაშინ ეგრე იყო რა სკოლა თუ არ ხონდა გავლილი გამოცდაზე ვერ გადიხარ ოჰაიოში კი ხო და ეს ინდუსები სულ ეგრე არიან ძირითადად ინდუსებიც ეს პოსტაპსტა გავშლის ყაზახეთი და თურქმენეთი ეს ვინ შემოდიან სულ ეგრეა უმეტესობა ეგრეა რა გასაგები აი მე გეტყვი ესეთ რაღაცას შემოწმების დროს ინსპექშენი ხო იცი რა ხო აი way station-ზე შედიხარ და იქ ტარდება ინსპექშენი რაღაცა პრინციპულობით არჩევენ მანქანას რომელსაც ინსპექტირებას უტარებენ აი ამ ინსპექშენის დროს აღმოაჩინა პოლიციელმა რომ ერთის ნაცვლად ტრაქს მართავდა 3 ინდუსი ცხოვრობდა მანქანაში სადაც წესით 2 ადამიანი უნდა იყოს და იმ ხელა დატვირთვით მუშაობდნენ თუ რატო ჭირდებოდათ არ ვიცი იატაკი ქონდათ ამოჭრილი კაი რა როგორც ჩეჩმა ო ეს ინსპექტორი ქონდა რომ ათვალიერებდა მაშინ შენიშნა და აღმოჩნდა ეს ყველაფერი ეს ცნობილი ამბავია ბევრი მაიცის ეს ისტორია და რამდენი კიდე მაგნაირი ღმერთო როგორ უნდა გიყვარდეს ამერიკა ეხა მე ვარ ადამიანი რომელსაც ლიტერატურა მიყვარს თუ ადამიანს ხელოვნება გაინტერესებს ლიტერატურა გიყვარს ამდენ მაგარი ისტორია სადმე ის ყველას თავისი ის რო ადარდებს ხო და კი ბატონო და ეხლა მაგ ბიზნესში მაგ საქმიანობაში აღარ ხარ და არა იმიტომ რომ ეხლა მე გეტყვი რა ხდება მოდი 24 საათი ხარ გზაზე ნუ ერთი ის რომ ოჯახს მოშორებული ხარ და დიდ პრობლემებს იწვევს მეორე ის რომ ჯანმრთელობის მხრივ ძალიან დიდ პრობლემებს იწვევს ამდენი უძილობა ამდენი ღამის თევა ამდენი საათობრივად ჯდომა ერთ ადგილზე კიდადი ხარ მაგრამ ერთ ადგილაზე ხარ და საშინელება რა თქმა უნდა ცუდი ძალიან დამღლელია თან ვიღაცას რო გონია ზიხარ გონებრივი შრომა რო გფითავს აი ამ გადმოსახედიდან სიფხიზლე რო გჭირდება რაღაც და მაგაში რო ხარ ეგ ფოთვა ჩვეულებრივი ეგ ძალიან აი ამ გადმოსახედიდან ეხლა მე ეს რომ წოდნიყო ეს ყველაფერი რაც ახლა ვიცი აი წლების წინ ტრაქს სამუშაოდ არ წავიდოდი ეხლა უკან რო დაბრუნდი არ წახვალ არა არ წავალ ის რასაც იქ შოულობ და რასაც იქ აკეთებ იმათ არ ღირს რასაც კარგავ რა თქმა უნდა ჯანმრთელობა ყველაზე ძვირფასია და ეს დაამთავრეთ იქ საერთოდ აღარ იქ ხო მე არა გავყიდე მანქანა და შევეშვი და რამდენი წელი შეიძლება შემოგვივიდეს რამდენი წელი არის ისეთი რაც აი უძლებს ადამიანი ახალგაზრდა ჯანმრთელის ორგანიზმი იცი რა არის პიკში როდის ხარ არა პიკში ეგრევე იმიტომ რომ მე მინახია ადამიანები რომლებიც მთელი ცხოვრება ამაზე მუშაობენ აი რა არის ტრაქერობა ეხლა ტრაქერობა იყო ამერიკული ცხოვრების სტილის ერთ-ერთი მიმართულება იყო რა იმიტომ რომ დიდი ქვეყანაა და ეს გადაზიდვები არის ვიღაცისთვის ეს იყო ცხოვრების სტილი რა რომ ტვირთი მიქონდა გზადაგზა ეს ბრძოლები ერთმანეთს იცნობდნენ დასვენების პერიოდები ქონდა იქ რაღაც ბარბეკიუს წავდნენ ერთად მოგზაურობდნენ ვიღაც გერლფრენდთან ერთად იჯდა და მოგზაურობდნენ რა ქვია მასისა ანუ როუდი არის ამერიკის კულტურის მთავარი ნაწილი იმიტომ რომ ძალიან ფილმი ამერიკული ფილმი არის როუდზე რომ გზაში რომ მიდიხარ ანუ იმდენ რამეს გაივლი ხელა ქვეყანა ეხა საქართველოში როუდი რო გააკეთო 15 წუთში იქ ახარ რა ქვია და არაფერი ბევრი არ გადაგხდება 5 საათი გინდა რომ ერთი თავიდან ბოლოს ჩახვიდე ხო აქ რამ ხელა მთელი კონტინენტი უნდა გაიარო და
კლიმატურად გინდა თუ როგორ გინდა იცვლება რა ყველაფერი და კულტურულად და რაღაცა. კლიმატი კიდე კულტურას ძალიან დიდწილად განაპირობებს რა ყოფით ცხოვრებას განაპირობებს და ვაფშე ყველა ეკონომიკას განაპირობებს. ხო და ბევრი ფილმი არის, ანუ ქვეჟანრი არის ხელოვნებაში როუდი. და უამრავი ფილმი არის მაგ სეტინგებით, რომ როუდზე ხდება რა. ხო და ეგ ცხოვრების სტილი იყო რა, ერთ-ერთი მიმართულება. ვინც დადიოდნენ დაუშვათ თავის ცოლთან ერთად, ან გერლფრენდთან ერთად. შეიძლება იმ მოგზაურობის დროს ერთი გერლფრენდი დაეტოვა, მეორე გაეცნო. ცხოვრობდა ადამიანი, ამით ხვდები? და ეხლა საერთოდ სხვანაირად გაუჩერებლად მოძრაობს ხალხი. ну ეხა კულტურული ფაქტორი გადავიდა გვერდზე და ფინანსური გამთავარი და შემოსავალი და ანუ ეს მენტალობა აქვს რომ მე შემოვიტანო რა ის მომენტი არ არის რომ რამდენიც გეყოფა იმდენი იშოვო და თან იცხოვრო ძალიან მომხვეჭელური მიდგომა არის ცოტა არ იყოს ხო რაიმე შემხედრია ბოდიში გაწყვეტენ ადამიანები რომლებიც დაუშვათ აი უთქვია რომ მიკითხია აი ამერიკელი ვიღაცა არ აქვს მნიშვნელობა ჯონი ვიღაცა რამდენი წლის ხარ რომ მიკითხია და აი ტიპი არის რაღაც 78 წლისაა და ტრაქზე მუშაობს ისე ნუ ცხოვრობს რა იქ არ არის მარტო მუშაობა ეგ არის მომთაბარე კაცი შეიძლება ზოგი მარტოობისგანაც აკეთებს ყველა სხვადასხვა მიზეზი ქონდა ალბათ ხო მაგრამ ეხლა რაც ხდება ეხლა მაგის ტრაქერების მიმართულება რა არის ჩამოვედი 24 საათი ვიმუშავე რაღაცა მოსწრებაზე ვარ ხვდები მოსწრებაზე ვარ ხვალ შეიძლება გამაგდონ ან დამიჭირონ ეხლა კანონების მერე ხო ეხლა ცხოვრობ მანამდეც რა ამ ბუნს გეუბნები რა ხდება ამათ გონებაში ვინც ეხა ტრაქზე ზის რას პლანავენ რა ანუ თქვა აი ეგ არის მოსწრებაა რა რომ რაც შეიძლება ბევრი ვიშოვო დღეს რომ ხვალ შეიძლება აქ აღარ ვიყო არა მოსწრება კი მოქალაქე ხუზის და შეიცვალოს რა უნდა გაკეთოს არ ვიცი ანუ მე აი ეგ არის საქმე ჩამოხვედი ამერიკაში უყურე რა ხდება აქ ყველაზე დიდი პრობლემა არის ინფორმაციის სიმცირე და დიდი პრობლემა არის რომ არ ვიცი უნდა თქვა რა ქართველებს გვაქვს ამის პრობლემა რომ ინფორმაციის გაზიარება არ გვინდა გეთახრათ ეს არის ყველაზე ცუდი რაც ქართველებს აი კომუნიტი ავიღოთ ბოდიში გაწყელებენ ავიღოთ მაგალითად უკრაინელები ავიღოთ თუნდაც ეს ინდუსები ავიღოთ რა დონეზე ეხმარებიან ერთმანეთს ალბათ რომ ჩაუღრმავდე იტყვი რომ არა ზღაპარში ვარო ჩვენ არა ჩვენ არა გამარჯობა ეზარებათ და თავის გარდები თავს რომ დაგინახავენ ქართველი ხარ და აი ეგ არის რომ ჩამოვიდა ერთი ეს ბოდიში ჟარგონს გამოვიყენებ გაბაზრებული თემაა რომ უბერი დორდაში ტრაკი მეტი არ არსებობს არაფერი ქართველის თან მე მგონი ზოგს უტყდება ეგ საქმიანობები და მაგიტომაც არ უნდა თქო ტრაკერობა არ უტყდება იცი როგორ არის უტყდება თორე მე შემოსავალი რო არის არა რა სვიზაფიცი ეხა მე თუ ჩამოვედი ვიღაცა იქ საქართველოში სხვა როჟა რო ვიყავი და აქ ჩამოვედი და დორდაში არ მინდა რომ ვიკონტაქტო ქართველებთან, იმიტომ რომ სადღაც იქ ჩავა მე ხმარო დორდაში. არის ეგეთებიც კი, ვიცი რომ ადამიანი დორდაში მუშაობს და რომ მეკითხა რა შვები ჯიგარობა როგორ რავი რაღაცებს ჩემთვის საქმიანობ რა. მე უფრო იმაზე ვლაპარაკობდი წეგან რომ რატო არის ხალხის ნაწილი რომ ერთმანეთთან არ კონტაქტობს საქართველოში. ანუ არ არის ძლიერი კომუნიტი. მაგის ამოხსნას ვცდილობ რამდენი ხანია იცი. როგორ გითხრა ან მაგალითად არის ხალხი სხვა ქვეყნებსგან იმათთან კონსულტაცია უფასოა, მაგრამ აქ რო ქართველი რაღაცას მოგიხევს, იყო ერთი შემთხვევა, რომ ადვოკატთან რეკავდით და რო ტელეფონზე რო ელაპარაკე, მაგაში გთხოვდა $50, რო ჩაგინიშნა ისა. და რომ იხვალ კონსულტაციის ცალკე უნდა გადაიხადო კიდე 200. და ტელეფონზე რო ელაპარაკე, რო ჩაენიშნა იმაში ითხოვდა $50. იცი რა მაგაზე აი სერვის ბიზნესი ხო მაქვს ძალიან ბევრი არის ბლა 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 სუტყვილა მოდის სუტყვილა გაცდის ისინი ამბობს რომ ერთი არის ადვოკატი აქა ებრაელი ადვოკატია და იმან მითხრა მე ბატონო იმიტომ ვადეფო ამას ფასო რომ უბრალოდ სერიოზული კაცი მოვიდეს თუ თავის кейსზე მელაპარაკება და სერიოზული საქმე გადამიხადოს $100 კონსულტაციაზე არ ვლაპარაკობ რო ჩაგინიშნოს კონსულტაცია მაგაში ანუ მე რო დაურეკე ხო აი DM ეხლა გადმომირიცხეო რო ჩაგნიშნო აი რაღაცა მართვის კონსულტაცია ცალკე იყო კიდე 200 მართვის მოწონა აქვს შესასვლელი ხო და შენ არ იცი როგორ დაარეკო და ვიღაცას თხოვ რომ აი აპოინტმენტი ჩამინიშნე რა აი ამ აპოინტმენტის ჩანიშვნაში ქართულს თანხას
რაღაც სისულელეებია დამოკლედ. არის ჩემთვის მიუღებელია ყოველ შემთხვევაში. ეხლა თუ ადამიანებს არ არიციან ინგლისური და რაღაცნაირად ემსახურები, მაგაში შეიძლება გამორჩა თუ სულ ეგ არის მომსახურება. მაგრამ თუ პერიოდულად მაგას აკეთებ და ეგ არის შენი საქმიანობა, ეს სხვა თუ ეგ არის სერვისი, მაგრამ ნახე, რას ვამბობ. კონსულტაციის ფულს რო გიხდი, კონსულტაციის ჩანიშვნის ფულს რატომ არ თმევ? ანუ რა სისულელეა, მაგას ვამბობ. აი ხა იყო ესეთი პერიოდი კიდე აი ამ არალეგალებზე რაღაც $100 იყო გადასახდელი რა რაღაცის არ მახსოვს და უცბად გაჩნდა პოსტები ქართულ ჯგუფებში რომ დაგეხმარებით ამის გადახდაში და ღირს ამდენი. არა და ეხლა სიმართლეს გაუმარჯოს მე იმ პოსტის კომენტარებში გამოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ ესე ნამუსი რამ ჩამოგირეცხა და 5 წუთის საქმეში ამდენ ფას როგორ იღებ და მე დაგეხმარებით უფასოდ და დამირეკეთ და არაფერი თქვენი არ მინდა. ესეთებიც არიან, მაგრამ ესეთები ცოტა არიან, ხვდები? ეგ არის პრობლემა. მოკლედ არის ხალხი, ვინც სარგებლობს იმ სისუსტეებით რა. ცუდად რო აი ადვოკატების ძალიან დიდი ნაწილი შვება მაგას. არაადეკვატური ფასები აქვთ ჩემი აზრით. არ არის ესე როგორც თავს იცავენ თვითონ და თან რას ვამბობ, რომ როდესაც ხარ ყველაზე მოწყვლად სიტუაციაში რა, აი მაგ დროს გაცხრებიან ტიპები და გწევენ და მე არც ახსოვთ შენი кейსი გაგზავნეს არ გაგზავნეს. აი ელემენტარული რა ვიღოთ, ძალიან ბევრი ადამიანი შემოვიდა ხო ერთი პერიოდი, აი ეს მასიურად რომ მოაწყდა, რა და მაშინ ბრუკლინში კოიკა. ოთახზე არ იყო საუბარი ამ ბინაზე. $700 ადგილებს ყიდიდნენ $700, ოთახში ადგილს ყიდიდნენ $700. სხვა ეროვნების ხალხი მაგას არ შვებოდა. არ ვიცი. ეხლა ღირს 500 თუ 400. ამ სიტუაცია იყო ესეთი, რომ მე ახალი ჩამოსული ვარ და ბინას არავინ არ მომცემს. შენ 2-3-4 წელი აქ ახლა ადვილად შეგიძლია ბინის აღება. წახვედი $2500 და ბინა მოხსენი. ოროთახიანი შეუშვი შიგნით 12 კაცი თვითონ ზართმე $700. ხო მაგარი ბიზნეს იდეაა. არ მომწონს. არ მხიბლოს მე ეგეთი ბიზნესი. რანაირად უნდა მოგხიბლოს მაგა? არ ვიცი. გაჭირებული მილიონერიც რო გახდეს ადამიანზე იღებ შოულო ფულს. ანუ გააჩნია რაში ხარისხი მაინც მიაწოდე ხო? აი განარიალტორების წინააღმდეგი ვარ უბრალოდ. რაღაცები არის, რასაც არ უნდა გადააბიჯო ფულის გამო. და ძალიან ცოტა არის ესეთი ადამიანი, ძალიან მიხარია რომ მაგალითად აი ამ კომპანიაში მუშაობ, რომელთანაც სრული ისეთი თანხმედრა გვაქვს მე და მოხას რა, ქვია მორალური თვალსაზრისით და ზნეობრივი თვალსაზრისით, აი რაღაცები რაც არ უნდა. ანუ პოლიტიკურად შეიძლება სხვადასხვანაირი ისინი გვაქვს ხოლმე შეხედულებები, მე უფრო მარცხნივ. ყველაფერი ფულზე არ უნდა გაყიდო, ამაზე საუბარი რა. თორე ჩემთვის ბევრს უთქვია რომ აქციებს არ უნდა ჩაარ. აუტკივართავს რატო იტკიებ ამდენ ინფორმაციას რომ იძლევი ინფორმაცია ფული იღის რა ჩერდივ რა ის ფული subscription-ი გავაკეთე მე Facebook-მა რაღაც გარკვეული რაოდენობის მე subscribe-ი გამიხსნა რა და ყველაზე მინიმალური არის $1 და 99 ცენტი 166 თუ 7000 გამომწერი მყავს ამ ეტაპზე Facebook-ზე წამგეთ არა follower-ები ბოდიში ბოლო მონაცემებით რომ მითხრა ეს არის 177,401 აი აქედან subscriber რამდენიმე ყოლება შენი აზრით ფასიანი უფასოდ აძლევდა რატო გამოიწვევით არ ვიცი არც 1000 არა ის 1000 85 იყო და ეხლა 76 მაშინ უნდა ჩადო რაღაცა იმ subscribe-ში რა არა რა უნდა ჩადო ეს არის აი როგორ ის არის იცი რომ აი დაეხმარე არხს განვითარებისთვის რა უბრალოდ რა აი ახალი კამერა მინდა ან რაღაცა პროფესიონალი მიკროფონი მინდა რაღაცა უფრო კარგი მინდა გავაკეთო და ეს რო ვთქვი რა და მიაგარიშეს იცი მაშინ მე მგონი 150,000 მყავდა თუ რაღაც 120 შენობიძიო ჩვენით მოგინა გამდიდრებო შენ თქვი რომ ხო თქვი რა რომ აი გამეხსნა ეს subscribing-ი გამეხსნა ჩვენით მოგინა გამდიდრება ხო და თვისაც გინდათ და გაქვთ სურვილი დაუთვალო რამდენი ფული დაუზოგე შენ ადამიანებს ინფორმაციას ხო ვისაც გაქვთ და გინდათ სურვილი ახლა ჩემ ნებისმიერ პოსტზე რო შეხვიდეთ მე კომენტარები გამოვხდე კიდე მაგის სპეციალურად რომ იქ 1000 სისულელეს წერენ აი ნებისმიერი
მაზე აწერია რა, რომ თუ მოგწონვარ და მიყურებ, თუ არ მოგწონვარ, ასკროლე, თუ მიყურებ, მიყურე და თუ გაქვს სურვილი, აგერა, subscribe, სულ რაღაც $4.99 თვეში. რომ უბრალოდ აი ამას დაეხმარე რა, რომ მეტი ინფორმაცია მოვიძიო, მეტი დრო მქონდეს. ახალი მიკროფონი ვიყიდო, რაღაცა სტუდიასავით მოვაწყო, ცოტა პროფესიონალის მივცე ამ ყველაფერს. შენო ვიძიაო, ეგრე თვეშიო, დამითვალა, შეს 100,000 გინდა ურო თვეში შემოსავალი გქონდესო. ბიჭო, ჯერ ერთი რომ გინდოდეს რა პრობლემაა და მეორეც ერთი თუ გიღირს ის კონტენტი $4.99 გამოიწერე თუ არ რას ატრაკებს ხო, აი რატო იმიტომ ვიზახი წეგან რომ ადამიანებმა იმაზე მეტი იციან მეთქი ჯებზე ვიდრე მე ჩემ თავზე. იციან რომელ ჯიბეში რამდენი $, მიდევს ყავაში რა გადავიხადე, დავლიე თუ არა ყავა, ყველაფერი ჩემზე მეტი იციან. მაგარი ხალხი ვართ მოკლედ. ხო და ეგეთი ამბები. მე აქეთ გადმოინაცვლე მაინც აი ფილადელფიაში. ხო, ნუ მე მოხდა რაღაც სამწუხარო ამბავი, მაგაზე ძალიან არ მინდა ვილაპარაკო და ახლობით 2 წლის წინ დავიშალეთ ასე ვთქვათ ოჯახი. მეუღლეს გავშორდი. აქეთ გადმოვიდნენ Staten Island-ზე ცხოვრებლად. და მეც უფრო აქეთ გამოვიწიე რა. ბავშვებთან. ხო, რა ბავშვებთან უფრო ახლო იყო რაღაცა რომ იყოს რომ ვცებ. აი ეგეც ერთი დიდი მინუსი ამ ტრაქერობის რომ გინდა არ გინდა დისტანცია მოშორდებაო ხო იცი რა თქმა უნდა დისტანცირებული ხარ ოჯახიდან ბავშვები უშენოდ იზრდებიან და ნუ მოკლედ ბავშვის მონატრება ძალიან ცუდი რაღაცაა მოკლედ მე მაგრამ მაწვალებს ეგ ფაქტი ჩემი შვილი არის საქართველოში ჯერ და სანამ არ ჩამოვიყვან, აი ვერ დავარქმევ. შენ და ჩემი არა, ეგ ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემაა, რომ ეგ ხო ეგ ემიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილია. ხო, მაგრამ სამაგიეროდ აი იმის ვიმშვიდებ თავს, რომ აი რაღაც რა უნდა არის, რომ შემილია გავუკეთო რა. იქ ხვდებოდი რომ მაგრა ვიჩაგრებ. აი მე იმითი ვიმშვიდებ თავს, რომ ჩემ შვილებს მივეცი შანსი იმისა, რომ ცხოვრება მოიწყო. აი საქართველოში მithumetes აი ამ პერიოდის საქართველოში მე ჩემ შვილებს ვერაფერს ვერ მივცემდი ვერაფერს და აქ ყველაფერს თავი დავანებოთ შანსი მივეცი რომ გამოიყენონ რა თქმა უნდა ეს ყველაზე დიდი საჩუქარია რომ შესაძლებლობების ქვეყანაში ადამიანი და ის გეცოდინება რომ თუ რამის ნიჭი აქვს და უნარი არ დაიკარგება აი ვიღაცა ზემოდან არ დახედავს იმიტომ რომ ვიღაცის შვილია და იქ ვიღაცამ დასვა სკამზე როგორც ჩვენი პრეზიდენტი დასვა არა დადო და დევს და გვერდიც არ უცლია ხო ხვდები როგორც ჩვენი პატივცემული ერთი ეგ არის რომ აი ეგ მიხარია რომ ჩემ შვილებს აქვთ იმისი შანსი რომ თუ რამე უნდათ ნებისმიერ სფეროში თავს გამონახავენ და განავითარებენ რა აი მაგის შანსი ძაა ახსენე და გამახსენდა ის ფიგურული ცურაობა რა თქვა და კომენტარი რო ქონდა ღმერთო ამას უშველე მე არ მინდაო კომენტარი არ მინდა ხოს მაგრამ ამას უშველეო ვიდეო შემხვდა სადაც ფიგურულად ცურაობს თვითონ მიხეილ ყავალაშვილი ისეთი სასაცილო იყო ბიჭო დილით გავიღვიძე და რაღაცა სასტრანი ვიდეოები ხდება AI დაგენერირებული და ვერ ხვდები რას ნიშნავს ვიღაცა წყვილები წყალზე დახტიან რა ხდება მეთქი რა ტრენდი გაიჩითა და მე მაჩვენა ისა მე ამომიგდო ეგ განცხადება და დაუგენერირეს ეგრევე ფიგურული ცურაობა რა დონის ფსკერი არის ადამიანი არა ჩვენ არ გვინდა გავუბანზოთ ეპიზოდი ისე რომ არ შევამკოთხო მე კომპლიმენტები ხო ნუ იმსახურებენ ხა ეგ ისეთ ხალხი არიან რომ უნდა შეაქო მე ასევე მახსოვს შენი რამდენიმე ვიდეო რომელშიც ნუ მე მანდ მივხვდი რა ტიპი იყავი უფრო რაღაც პარტში ის იყო ძალიან მაგარი ვიდეო რომელი ერთი იყო თვალიშვილი ტრამპს მიესალმო ეგ იყო შედევრი რა მანდ უნდა იქნება დაგაკავშიროთ აი ესე უნდა მისალ ტრამპთან ყაվել ხო გამახსენდა ყავალაშვილი ღმერთო რა მაგარი ფოტოა ეგ ფოტოა ეგ უნდა გამოფინო ჩემი კაისად ეგ არის შედევრი ისევება უნდა ესეო ანუ просто რო დაემთხვა რომ ისეთი იხედება ისიც ოღონდ მიმანივა რომ იხედება თუ რაღაცა და მაგას დაემთხვა მე დვალიშვილი რო გადახტა და მე მგონი მანდ ამბობდი რომ ისა დაუკავშირდით თუ იქნებ გაგაცნოთ რაღაცა და გელაპარაკოთ თუ რაღაცა არა ერთი იყო ისა
არა მე დაუკავშირდი. აუ ეს საერთოდ სკერია. და ვიღაცები ნუგანი კითხავ რაღაცებს უგი კომენტარი. არა მაგას განკითხავ. რას ნუგანი კითხავ ეკლესიას თუ ნუგანი კითხავ მხვდელი რომ მაგას აკეთებს? ეგ არ არის განკითხვა, ჩემი აზრით ეგ არ არის. თუ მართლა ქრისტიანი ხარ, ეგ როგორ უნდა დაუშვა საერთოდ? შენ კი არ უნდა გაბრაზდე და მე. მოდი ეს ყველაზე ფანატიკოსი მართლმადიდებელი უნდა გაბრაზდეს მაგას. არა, ესე ვთქვა, თუ ყოველ შეხედე ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ვინ ვორია და ვინ ჩემი საქმე არ არის, მიხვდი? მაგრამ უყურე, მამაორო ხარ. ეკლესიაში რომ მსახურობ. კანონიერი ქურდი რა არის ხო? ქურდი, კანონიერი რა. ჩარჩოიანი იპაროს ხო? მესამე სარწმუნოში ვიდაპირ არა იპარო. და მამაო გამოდიხარ ღვთისმსახური და ჟიზ ვარ ამყვირი ხარ. აი ეს სად ჯდება? არაფერში არ ჯდება, ეგ ჯდება. და რუსულად სად ჯდება? ხავი ხარი რაღაც აზიზღრობას. აი თავი დავანებოთ სიმღერას, თავი დავანებოთ იქ ნაყროვანება რომ ჩემთვის ცოდვა და მაგათთვის არა. შევეშვთ ამ ყველაფერს, არა. უბრალოდ აი 10 მცნებას არ ღვევ მამაო და მე რა უნდა მასწავლო შეთა რომ მოვარ. რა უნდა გასწავლოს? თუ იქეიფე ჭამესვი იმღერ რაც გინდა ქენი, მაგრამ არ ვიცი, არ ჩეულებრივი ჩემი აზრით. ჩემში არ ჯდება. თუ ვინმეს რამე მოეკითხება ქრისტიანობისთვის და რამე დაუშავებია, ეგენი არიან ჩემი აზრით. თუ ვინმე ქრისტიანობასთან ვინმეს აფრკოლებს, მაგათი შემხედვარე მაგ ეკლესიაში. ეგენი ბოდიში ყველას არ ეხება, მე მაპატიეთ შავკაბიანებო, ყველას მართლა არ გეხებათ, მაგრამ ეგენი ძვირში თამამავლები არიან. ქრისტეო შევიდა და ციხლის ცენტრო გამოყარა გარეთ ხო ის მაგათ ეკლესიაში. რა უნდათ მაგათ ეკლესიაში? თორე მე რატომაც არ მინახე ახლა ადამიანები რომლებიც მართლა ღვთისმსახურები არიან და მართლა იმათთან საუბარი ერთ რამე დღის რა, მარტო რომ დაჯდე და ესაუბრო, მაგრამ ეგეთები არიან ერთეულები. ყოველთვის ეგრე იყო პრინციპში რა. ყოველთვის ერთეული ხო ცირედნი პოვებენ მას. კი ბატონო. ეგრე არის. სქემა არის ეგეთი. ხოდა რა ვიცი მოკლედ. ესე იგი ფილადელფია მახას რამე ისეთ თემებზე ხوار გადავინაცვლოთ ცოტა ბიზნესურზე. ხო არა მაგაზე საუბრობდით ზუსტად რა გითხოვთ ჩემთვის რომ აი ტრაქერებია ტრაქერს რო გზას გაუჩვენოს ადამიანმა რომ გადჩამოვიდეს ტრაქიდან და რაღაც დაიწყოს საქმე ძალიან დიდი ის ექნებაო რა თვითონ ეს დაღლილი ხალხი რომელიც ამაზე მუშაობს და მაგრამ მეორეა კიდე რომ ნუ ისინი რაღაც ახლა ქონებასაც ყიდულობენ კიდე საქართველოში გინდა რაღაც წარმატებას აღწევენ რა იმ გაგებით რაც თვითონ ესმით რა. ხოდა ჩვენ გავიც გქონდა ადრე სეზონის მერე როცა არ ვაკეთებთ ამ გადასახადებს მაშინ არის ხოლმე ეს ბიზნეს კონსალტინგი რა. აი ტრაქერების მერე რას ფიქრობთ რა საქმიანობა? ტრაქერობის მერე საქმიანობა რა გითხრა ალბათ ადამიანმა უნდა ეჩვი ის სფერო რომელიც მოგწონს სიამოვნებს და იმ საქმეში დროს რო დახარჯავ ეს არ უნდა იყოს ტანჯვა. უნდა შემოსავალი უნდა მიიღოთ ან სიამოვნება უნდა მიიღო საქმიანობა. აკეთე რაც გიყვარსო და არასდროს არ იმუშავებ. კი ბატონო, ეგ არის ზუსტად რა. იმიტომ რომ ეს ამდენი ხანი ნამუშევარი დაღლები ჩამოდიან კიდე და კიდე მე რაკეთ რაღაცას ისეთ ეჭიდავებიან რომელიც შეიძლება არც იცოდე. ინფორმაციასაც ესიარად არავინ არ გაძლევს და მგონი სწორედ ამიტომ ხარ თქვენ აქ რომ კონსულტაცია და მიმართულება მისცეთ ხალხს ამაზე ჩემ არხზე აუცილებლად ვილაპარაკებ. ხო და ეგრეა სხვა აი მე რო აქ ჩამოვედი მე ცხოვრებაში არ მქონია შეხება ვიზუალურ რაღაც ხელოვნების სფეროებთან. ყოველთვის ვიყავი ვინც წერდა რა სცენარისტი ვიყავი სულ მანამდე ლექსებს წერდი და მე შემოსავლის პონჩი სცენარისტი ვიყავი და მე ვიყავი სატელევიზიო კოპირაიტერი ანონსებს ვაკეთებდი ხოლმე და აქ რო ჩამოვედი მომიწია გადაღებები რა სამუშაოსთვის რაღაცა დეიჯა ცოტას მიხდიდნენ თავიდან, მაგრამ რაღაც ორგანიზაციებში უბრალოდ ჯერ დავიწყე იმაზე, რა ქვია, სტრატეგიაზე მუშაობდით 4 კომპანიის სოციმედიაზე და მე იქიდან რომ წამოვედი, ახლა ზოგს არ აქვს ბიუჯეტი რომ თელი გუნდი აიყვანოს და პატარა ბიზნესებს ერთი ტიპი აყავთ რა, ყველაფერს ჩიგები.
რომ უნდა შეგეძლოს ახლა რა, გადაღებაც, მონტაჟიც და ტექსტის დაკრებაც და ყველაფერი. მეგრო დავიწყე, მინდოდა ცოტა დააპდეითება და აპგრეიდება, იმე აწევა ხარისხის ქართულად რო თქვა რა. და ვიღაცებს რო ველაპარაკებოდი, ზოგი კი მეუბნებოდა რომ მოდი აი ვიღაცას ვეძებდი, ვინც მასწავლის რა. ელემენტარულ აი სეტინგებს მასწავლის, რომ ესე რომ გადავიღო ესეთი კადრი რომ მივიღო რა გავაკეთეს. ვერაფრით ვერ მოახერხე ეგ. ანუ როგორ გითხრა, ძალიან რთულია რომ აქ ადამიანს გამრჩევა, გამოართვა რა. ხო. ეგაი რაც აღარაც ვთქვი რა. და ისეთი დებილობის რა არცოდნის გამო ძალიან ცუდ რაღაც ანუ არც ისე ხარისხიან გამოდიოდა ხოლმე რომ ეგ ვიღაცას უნდა ეთქვა ერთი სიტყვა. ესე არა ესე. მე იცი რა მაქვს მოსმენელი აქ რო ჩამოვედი. მე თუ ვიწვალე მაგარად არ უნდა იწვალოს. კი, ძალიან ბევრია. აი ეგ წინადადება არაერთხელ მაქვს მოსმენელი. რატომ უნდა იწვალოს? მე თუ ვიწვალე მაგარა რითიმ ჯობია, დადგეს და იწვალოს მაგას და თვითონ მიაგნოს. ბიჭო შენ რო იწვალე კარგი იყო. შენ იმიტომ იწვალე რომ არ ყავდა ეს ხელი მაინც გაუქნია რომ აქეთ კი არა, აქეთ წადი და მე დანარჩენ თვითონ იწვალოს. არა სწორი. ჩამოვიდა კაცი ვერ არყო, საით წავიდეს და შენ აქ შორიდან უყურებ და შენ რო იწვალე გაიყო. არა სწორი ხო, რაღაც პონჩი ეგ ბოღმა მიდგომა მგონია რა. იწვალე რა საბოლოო. ძალიან ბევრს უთქვია ჩემთვისაც რომ აი რაც ალა გადგა. აუტკი ვარ თავს, რატო იტკი. არ არის მარტივი ინტერნეტში იყო რა. თან მაგ ინტენსივობით როგორც შენ ხარ. ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჰეიტი მოდის ძალიან ბევრი. ძალიან დიდი და 1000 გიჟია რა. აი უბრალოდ ისეთ რაღაცებზე გაჰეითებენ და გლანძღავენ რომ ზოგჯერ შოკში სად გაიზარდა ტიპი. ძალიან ბევრია. ძალიან ბევრი კომენტარი შეხვდება ისეთი. აი საერთოდ რო კავშირში ბავშვმა ხომრობა არის ცოტა ავიდო მაგიდაზე მოისაქმო, აი ეგ სიტუაციაა რა. აი არც ვიდეოში ნაასთან რო არ არის კავშირში და არც შეთა რაღაც სისულელეს დაახეთქებს ისეც რომ ხო დაწერა. ხო ჩაერთვალა რომ კომენტარი გააკეთა რაღაც თავის აზრით დააფიქსირა რომ არაფერს ხოში არ არის. ძალიან ბევრია. და ახლა ჩვენ წელს გვქონდა უფრო ისეთი წინსვლა მაგ მიმართულებით გავიზარდეთ ცოტა ფოლოვერებით და რაღაცებით და ნელა წამოჩიდნენ ეს ჰეითერები. ხო იცი რა არის კიდე აი მაგის კულტურაც გვაკლია. მე ვიდეო გვედოდა ისა ბოდიში რო გაწყვეტინებ ვიდეო გვედო სადაც ადამიანებს ვასწავლით ხარანაირი ინტერესი ჩვენ არ გქონდა რაღაც სოციალურ პროგრამებს რომ თუ აღმოჩნდით სიტუაციაში ქირის ფული არ ყოფნის ისა ესა არის პროგრამა და ნუ რაღაც შეგვიძლია შეავსო და დაგიფინანსებენ გადა ვიდეო კი იქ короче ისეთი რაღაცები მოხდა კომენტარებში რომ ხალხმა გვაგინა იმის გამო რომ ისა ჩვენ ჩამოყვავს ხალხი აქ სამათხოვროდ ხალხს მოუწოდებთ რომ გამათხოვრდნენ რატომაც თუ ვიღაცა ჩამოსული არის აქ და სახელმწიფო გაძლევს იმის საშუალებას რომ შენი მისგან რაღაც საკითხი დახმარება მიიღო რა გეუბნევა მოდი აი მათხოვრობა ის არის რომ მართლა რო არ გამათხოვრდე მაგითო გეხმარებიან აი SBA ლოუნების SBA ლოუნები აი ესე მე უცბად მოედო და გაიგო ხალხმა თორე ავიდა ვიღაცამ ჩუმად გააკეთა და მეორეს კი არ ეუბნება რომ ესეთი რამე შეგიძლია შენ წკნა ხო და ეს მაგალითად მოიყვანეს SBA და რამდენი ეგეთი პროგრამაა რომ აი რაღაცა მაგო მათხოვრობა ეხმარ ძალიან ბევრ რამეში გეხმა სახელმწიფო გეხმარება და ეს ნორმალურია და ეს არ ესმის ქართველს რატო მათხოვრობა ნორმალურია რომ მათხოვრობა მაშინ დაზღვევა ამერიკელების რამდენი პროცენტი ცხოვრობს ეგრე ძალიან ბევრი ხო რა თქმა 27 მილიონი კაცი იყო ამაზე ფუძტემბებზე ამერიკაში სახელმწიფო დახმარებას ხოშე რო ახალ ჩამოსული ხარ და რაღაც წყალ ამას დამოწირებლად რო აღიქ სანამ ფეხზე დადგები რატომაც არა აი რატომაც არა რა პრობლემაა გეკუთნის ხო ხო არ მათხოვრობ გეკუთნის გეუბნევა რომ გეკუთნის და გეხმარები და რატომაც არა კიდევ გეხართ აქ და მათხოვრობას ასწავლეთ ხალხს ვიღაცა გოგო იყო TikTok-ერი და საშინელება ის წერდა ვიდეოს რომ ეგეთი ისტორია შეემთხვა რომ ვიღაცამ მოწერა რომ ჩემი და არიო მანდო ამერიკაშიო და
იქნება დაეხმარო სამსახურის შოვნაში რა. ამ გოგომ მუთხრა რომ აი ერთადერთი მე რაზეც მუშაობ და ლაგებებზე მუშაობ და თუ უნდა შემოგვიერთდეს და იმან აგინა შენო ვინ გონიო ჩემი და მაგისტრის ჩამოვიდაო რომ ვიღაცებს და ლაგებებზე იმუშაობს აბა რა ხო ძალიან ბევრი ჩამოვიდა კიდე იმ იმედით რომ როგორც კი მექსიკის კედელს გადმოვიდოდნენ იქ ვიღაცა წითელ ხალიჩას გაუშლიდა მაგრამ არ დახვდათ ეს წითელი ხალიჩა პირდაპირ კი ბატონო ბრიტნი სპირსის და იმის გვერდით ვარსკვლავს გაგიხსნილი არ დაშორდა რა კარგად ჩანს რა ყველაფერი მე ვიცოდი რაც იყო არ მქონდა ეს მე ეს ვიცოდი რაც იყო და ეს მომწონდა ზუსტად ერთ-ერთი რაც მოულოდნელი იყო არ მეგონა რომ აი რაღაც ცენტრალურ ნაწილებში იქ რა ქვია მაგალითად Times Square-თან ეგეთი სუნი იქნებოდა და რაღაცები ხდება. აი Times Square-ი ტელევიზორში ჩანს ლამაზად, თორე ბევრი ეკრანები ანათებს, თორე გაბლად აიხედა ნაგავზე დადიხარ. აი ეგ იყო ცოტა მოულოდნელი, რომ შოუ მანჰეტენზე ცოტა სხვა რამეს ველოდი. ზუსტად ეგრე პირველად Times Square-ზე რო გავედი მეც, აი ასფალტი არ ჩანდა, ნაგავზე დავდიოდი, ხდები? ასფალტი არ ჩანდა საერთოდ. ეხა კიდე ზამთარია და იმდენ ხალხი არ არის. შენ ზაფხულში უნდა გახვიდე Times Square-ზე რა ხდება? ნაგვით არის სავსე იქაურობა. არა Times Square-ზე ზაფხულში გავლა, ნაგვის კი არა, ოდენი ხალხის გამო. ჩაშინელემო. აი ხა ეს უკვე ეს ინფლუენსერობა და ეს ისა და ქართულ ბიზნესებს რო ხდებით. ბევრს ცოტას არის პროგრესი არის ვითარდება როგორ ფიქრობ. უნდა განვითარდნენ. არიან ადამიანები, რომლებიც კი ბატონო ვითარდებიან. ყოფილა შემთხვევები, რომ აი მივსულარ და ვიღაცისთვის რაღაცა მითქვია, რომ იცი რა, მე ესე ვხედავ და აბა ხო არ ჯობია. ბევრს უთაკილია, რომ აი ისეთი გამოხედვა ქონია, რომ აი ბოდიში რა, ჩემი ფეხები ხარ, რომ მაგრამ ბევრი ვაიმე, მადლობა, მე ვერ მოვიფიქრე, აი რა კაია, რომ მოხვედი და რაღაცა სხვა თვალით დაინახე. აი ადამიანის კატეგორიას გააჩნია რა, როგორ უყურებს ამ ყველაფერს რა და რა უნდა. ზოგი ადამიანი არის ისეთი, რომ აი დღეს გააკეთა აი ეს გააკეთა, აი დადო და განვითარებას აღარ ფიქრობს. რესტორნებში ვითარდებით? კი, ვითარდებით. რესტორნებში ვითარდებით. CDL სკოლების მათ დაიწყო ერთი პერიოდი განვითარება, ერთმანეთი ჯიბზე რო გახსნეს ეს CDL სკოლები, მაგრამ მე ისე მოხდა რომ ყველა ერთად დაიხურა. დარღვევების გამო დახურეს თუ არა ეს non-english რო გამოცხადდა. ყველას ერთად მოუწია დახურვა. ეგეც ბევრმა მითხრა სხვათა შორის რომ CDL სკოლას რატო არ ხსნი? არ უნდა აგერ ერთს იქ აქვს, ერთს ამ შტატში აქვს, ერთს რაღაც უნდა ხა მეოთხე ჩავაყვეხო კიდე. არ არის საჭირო. ვიღაცა მაგერ რესტორანი გახსნა მე-6 ბრაიტონზე და იქვე კუთხეში გაუხსნა მე-2 რესტორანი. რატო ეჭიდავები წადის ყველამე გააკეთე რა. შენ როგორ ფიქრობ რა არის მიზეზი რომ ამდენი გამომწერი ყავს? ამდენი გამომწერი? ნუ როგორ ჩემი გამომწერები ლაპარაკობენ ხოლმე ენა არ მიბორწიკებს და სიმართლეს ლაპარაკობ რაც მომადგება პირზე იმას და არავის არ ვეპირფერები და არავის არ ვეპირფერები და ლაპარაკობ იმას რასაც ვფიქრობ რა ჩემი არავინ არ გაფინანსებს ასე ვთქვით. არა, ხო იცი რაღაცა სულ მაგას თალკე ვიდეო გაფინანსებს. ქონდა მაგაზე ვიდეო თქონდა არ ნახე? ნახე კი, თუ ამაში ფულს ვინმე გადავიხდი. მე თურმე ამერიკის თავრობა. მე ამერიკის თავრობა მაფინანსებს თურმე რომ ქართული თავრობა ლანძღო. ხო. ამან ჩაწერა რომ ოღონდ კოცების ლანძღვაში სულფასად ვაკეთებოდა. მიხარი რაღაცა თუ ვინმე ფულს იხდისო მაგადინებაში დავაღამ გავათენები. ისედაც უფასო. ან სადმირი არა მეგობრებო, სამწუხაროდ კოცების გინება უფასოა ჯერჯერობით. ხო და გულწრფელობა ხო ალბათ რაც ყიდის ამ შენს კონტენტს ესე და რაც იზიდავს ხალხს და რამე ესეთი ფორმატივით გაქვს გონია მიგნებული რომელიც უფრო მუშაობს თუ ნებისმიერ შემთხვევაში როგორი აი ხო არის ვიღაცას აქვს ეგ რომ თუ დავდივარ და ისე ხელოვნური არ უნდა იყო რა აი ხელოვნური არ უნდა იყო და ის არ უნდა ჩანდეს რომ რაღაც 77 დუბლიგა გადაღებული რა პირდაპირ აი ბევრჯერ ვიდეო გადამიღია როგორც ეს კინოს უყურებ თუ აბუშო წამოწეული კინოს უყურებ და რაღაცა თან ტვინი მუშაობს რაღაც იდეა მოვიდა პირდაპირ წამოვხდი და ავაპაუზე ტელევიზორ ავიღე ტელეფონი გადავე ჩავწერე მორჩა ხელოვნური არ უნდა იყო და ხან ტელეფონით ხან კამერით რომელიც ახლო მაქვს რა ეგ არის რა
ხელოვნურ. ეს დღევანდელ კონტენტს რასაც უყურებ მე არის ძალიან ბევრი ხელოვნურად დადგმული რაღაცა ან ვიღაცის რაღაცა უნიჭოდ დაკოპირებული და ძალიან ბევრი ხო. ხო, ძალიან ბევრი და მე არ მომწონს ეგ მაგალითად. მე არ მომწონს. არც მე არ მომწონს. აი ბევრს დაურეკია მაგალითად და უთქვია რომ ილო ეს რაღაცა გავიგეთ აი ესე ხდება რაღაცა ყოველთვის მე პირველ ხო ვერ გავიგებ მე ინფორმაციას არა ან დაუშვათ აქ ეს მოხდა ან იმ ძღოლს რაღაცა და შენ სტილში გაუშვი რა შენ სტილში ანუ როგორც ჩანს რაღაცა სტილი გამომივიდა არ ვიცი ეს ალბათ უფრო მაყურებელია ჩანს ხელწერა რაღაცაში ხო და აი კიდე ალბათ მაყურებელსაც აინტერესებს ალბათ კი არა დარწმუნებული ვარ დიდი ჯახი გქონდა ცოტა ხნის წინ თუ არ გინდა ამაზე ლაპარაკი ვის თანაბა გამახსენე რაღაცა კომპანიასთან რომელიც არ აღმოჩნდა კეთილსინდისი კი იყო ჯახი კი არა რამდენიმე დღე გაგრძელდა ჩვენი ინტერნეტ ბრძოლა ასე ვთქვათ იმ პრომიაკვალიზინი წაშალეს ის ვიდეო ბოლო ხო კი წაშალეს ხო თემა იყო რომ ძალიან ბევრ ამაში ბრალი დამდეს რომ თურმე მე თაღლითი ვარ ვიღაცებს ვიზებს უკეთებ და ესეთ რაღაც თაღლითი ხარ რატო აგიყვანეს ინფლუენსერად არ ვიცი თვითონ თავისივე ვიდეოში ორ ურთიერთგამომრიცხავ თემაზე ლაპარაკობ მაგალითად იმათი ვიდეო რომ ნახე მივხვდი უკვე რა ტიპის ქართული ბიზნესიც იყო ასე თქვა ანუ იცი რომ აი როგორი ბიზნესი იყო იცი მოდი რახან აქ ამ ოფისში ვზივართ ბუღალტერიაზე გავატაროთ ეგ აი სეზონურად ახლა ხო აი ტაქსების პერიოდი ხო არის ახლა რა და ვიღაცამ რო შევსება იცის და არიქა მოდიჩქარა დაგეხმაროთ რომ რაღაც უცებ ფული იშოვა ხო და მე დანარჩენი პერიოდი და რავი ან დამლაგებლად მუშაობს ისევ შეურაცხყოფას არავის ვაყენებ ან უბერზე დადის ხო აი ეგ იყო ზუსტად რა ეს non english რაღაც რო გამოცხადა მოდი უცებ ფული ვიშოვოთ ეგ იყო რა გასაგებ არა და არ არიან სანამ დავთანხმდებოდი მაგათ მე ვთხარი რომ მეთქი ახლა შენ შორს ახარ მე ვერ მოვალ ონლაინ კურსები იყო თვითონ გამიკეთეს რეგისტრაცია ერთ-ერთ ვიდეოში იმასაც იძახიან რომ თურმე მე იქ რაღაცა ონლაინ კურსი გავიარე და ტესტირებაში 54 ქულა ავიღე თუ 60 თუ რაღაცა მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა ჩემი ერთ-ერთი თანამშრომელი ეგრე მაშინ ვიღაცასთან ემზადებოდა ინგლისურზე ახალი დაწყებული ქონა 2-3 გაკვეთილი და ეს ამათ მაგაც გამიკეთეს მივეცი რა რომ მეთქი მიდი აბა გიოუცებ ერთი ეს გაიარე რა სიზავ და იმანაც კაი შედეგი დადო ახლა უცოდინარისთვის კაი შედეგი დადო რა რასაც უყურა და რაც გააკეთა და მომეწონა რა რაც იყო მომეწონა ასე ვთქვათ ახლა გადასარევი შედეგი არ ქონა მაგრამ კაცი რომელიც 2-3 სიტყვა არის ინგლისურად და იქ რაღაცა გაკვეთილებს უყურა ონლაინ და მე ესეთი შედეგი დადო მეთქი ანუ ონლაინ გაკვეთილები აქვს ჩაწერილი და მაგას ყიდიან თუ როგორ იცი რა არის რაღაც პროგრამა აქვს გაკეთებული და ამ პროგრამის მერე კვირაში 2 ჩართვა უნდა ყოფილიყო ლაივი მასწავლებელთან რომ მერე განხილვა ხდებოდა რა არ გააკეთეს ყველაფერი მოკლედ რა ძალიან ბევრ ხალხს მოატყუეს კაია მე რომ გამოეხმაურე ამასთან ერთი რაღაცა მინდა გითხოთ რა ეს არის ხა მედია ხო ადრე იყო მედია გაზეთი ჟურნალი რაღაცა ტელევიზია მიდიორთ აქეთკენ ეხა ვისაც არ ეზარება და აქვს თავისი მოსიარული მედია ყველა ადამიანი არ ეზარება და აქვს ქარიზმა რა თავისი ხო რაღაც მაყურებელს კრებს 100,000 აგერ 200,000 ადის კაცი ეს არის მედია ეხა დღეს ხო და აი შემდეგი იმას რას ფიქრობთ? არის 200,000 გამომწერი, 300,000 თუ რაღაც სხვა განვითარება გაქვს, მაგ ან ციფრების მიმართულებით. ალბათ როგორ ჩვენეს მაგ ყველაფერს რა. ეხლა წინასწარ ეს ხო არა ჩემ ძირითადი მოკლედ ერთი მოსწავლე ავიყვანე. ისიც როგორ ავიყვანე, გეტყვი ხავე მოსწავლეს. ერთ-ერთი ადამიანი დებს პოსტს ქართველები ვათრაკებთ ამერიკაში არის ესეთი ჯგუფი და იქ ხდება პოსტი რა რომ ახალი აღებული მაქვს სიდიელი და თუ ვინმეს გინდა წამათრიეთ და იქნება თან რამე ვისწავლო რა ხუმარა ბიჭია ისეთი თვითონაც და წამიყვანეთ და რამე ვისწავლიო რა და ავიღე და ურეკე რა რა თქეს ეს განსტოგაზე მუშაობდა რა ჯიგა თუ გაწყობს წაიყო ხო და რამდენიმე გადავიხადო და არაფერი მეთქარა უნდა გადაიხადო ანუ იქ დაურეკეს უკვე ვიღაცეებმა ფული მეთქარა რომ წამიყვან გასწავლი ამდენს გადაიხდი რა არაფერი არ უნდა მეთქარა წამოდი მოკლედ წავიყვან ეს ადამიანი ვასწავლე დავაყენე ასე გზაზე სწავლებაზე ლაპარაკი
აი თუნდაც ის პრაქტიკა როგორია რო გზაზე და ეს რაღაცა სიტუაციები და თუ ერთი როგორ დააბა როგორ აიღო და ამას სკოლაში არავინ არ გასწავლის. ნუ მოკლედ დავაყენე ჩვენი ბიჭი გზაზე და მე მაშინ ვიდეოს არ ვდებდი და ეგ ლაზღანდარავდა ხოლმე რაღაცებს ვიდეოს ინტერნეტში და ერთი დღე არის ესე წამოწოლილი ვარ ჩემთვის ტელევიზორს უყურებ უბრალოდ ბავშვისთვის მაქვს ტელევიზორი ჩართული გულზე მაწევს და მე ტელეფონს სკროლავ და შემხვდა ამისი ვიდეო. აღებული აქვს ტვირთი, პირველი ვიდეო ჩემი ეგ იყო რა, ესე საზოგადოდ დადებული რომ ენახათ ხალხს. ტვირთი აქვს აღებული, სადაც იძახის თუ აი ბიჭებო ავიღე ესეთი ტვირთი, დავაბიესე რაღაცა და ხა დავჯდები საჭმელს შევჭამ და გავაგრძელებ. და ეგრევე ურეკავ მეთქი დაიძარი უკვე არა ჯერო ეხლა ვჭამ არ დაძრა მანქანა ადგილი და ტვირთი ქონა დაბული ისე რომ დაძურებოდა თუ არა დაცლიდა რა არასდროულად ქონა დაბული ხო და დაახლოებით 2-3 დღეში იგივე ტვირთი მომიწია მე რა და პირველი ვიდეო ეგ იყო რა რომ მეთქი კი მიხვდება ვისაც ეძღვნება ეს ვიდეო და იმასაც და დანარჩენებსაც აი როგორ დავაბათ ტვირთი რა მან დედამ დავიწყე ამ ვიდეოს იმხელა გამოხმაურება მოყვა რომ მე იქ სხვა ტვირთი ვაჩვენე მე ის სხვა რაღაცა ვაჩვენე სხვა და ესე აიკრიფა ხალხი რა თორე არ იყო ჩემი მიზანი რომ რაღაცა 200,000 გამომწერი უნდა მყოლიყო აბსოლუტურად აი ესე როგორ გითხრა რა ეს იყო უფასო დახმარება რა რომ ვიღაცამ ახალად რაღაცა დაიწყო რომ მე რაც შემეშალა შენ ციხ არ შეგეშალოს და რამე ხალხი აი მიზანი ეგ იყო რა 100,000 რამე ხალხი აიკრიბა აი მე მალევე დაახლოებით მაქსიმუმ ალბათ 1 წელიწადში რა ეს უცბად გავარდა რა და ეს 100,000 ხე რო გითხრათ საქართველოში გაზეთების და ჟურნალების ტირაჟი არის ჯამში რა დაახლოებით. აი რამე უნდა მქონდეს აი აქ სადღაც აი ამ ადგილას. ეგრე ტვირთის დაბმის დროს გავიხეთქე თავი. რომელიც რა თქმა უნდა მე და სხვებს ვეუბნები რომ ესე არ ქნა, აი ესე კენ. მე რო ეგ სადმე მანამდე მენახა, ეგ არ დამემართებოდა. ხო ვიღაცა ნახა ეს სარგებელი მაგვიდეებში აუ მაგარი რაღაცას ამბობ სადა ერთი წამი ანუ ქართული გაზეთების ტირაჟი ჯამში რას ნიშნავს ეგარი აი ქართული ჟურნალები არის 1-2 და გაზეთები აჰა ყველა ერთად არის 200-300,000 როდათო ყოველკვირეულებს არ გულის ყოველდღიური გაზეთები ყველა ერთად 100,000 არცილდება ну ის ხა ის ხალხი ფულს იხდის ამაში და ყიდულობს ხო მაგრამ ყოველ დღე და ის პატარა ფულია ძალიან 20 ცენტი რაღაცა ეგეთი ხო რა აი გაზეთი ახლა ისეთი რაღაცა თავის დროზე შეიძლება კულტურასავით იყო ეს გაზეთი რომ დილით საუზმეზე დაждდებოდა თან საერთოდ გაზეთი ეჭირება გაზეთი რაც ღირს ახლა ამან შეცვალა ყურადღება ახლა ნახე ილოს შემთხვევაში ინფლუენსერის შემთხვევაში არის შენი ყურადღება უფრო მეტად ვიდრე ფული ეგ ციფრები შენ თუ გაქვს ამდენი ადამიანის ყურადღება შეგიძლია უთხრა რაც გინდა ასე ვთქვათ რა ხო არა იმა მე რას ვამბობ გავლენის მხრივ და საზოგადოებრივაზე გავლენის მხრივ ფაქტობრივად ერთ კაცს აქვს იმხელა ორჯერ მეტი შეიძლება რაც შეიძლება ერთ სფეროს ჟურნალისტი ინფლუენსერი ხო მაგას ნიშნავს არა ბევრმა შეიძლება ინფლუენსერი რა არის როგორ ხო არის რა არის ინფლუენსერი არის ვიღაცა რავი აი გავლენიანი ნახევრად შიშველი როცა ყავს ტელეფონის წინ ეგეთი ვიღაცას ეგონა ინფლუენსერი სამდვილეში ინფლუენსინგი რა არის შეიძლება არც იცოდეს რა ვიცი რა გითხრა 10-დან შეიძლება 2-მა იცოდეს ან არა რა თქმა უნდა საინტერესოა ხო როგორ შეცვალა იმიტომ რომ ალბათ ვიდეო ვიზუალური ფორმატი არ დამუშავებადი არის უფრო ვიდრე კითხვა იგივე რასაც ეს ამბობს ტექსტი რო იყოს ბევრად რთულად დამუშავებადი არის ადამიანის თვალსაჩინო კიდე რას დავაკვირდი იცი რაც უფრო მოკლეა ვიდეო უფრო ნახვადია და რაც უფრო სამასხარაო ან სალაზღანდარაო ან ვიღაცის სალანძღავია უფრო ნახვადია
სერიოზულ თემაზე თუ ლაპარაკობ და 2 წუთზე მეტი თუ წაიღო ვიდეო, ერთეულები უყურებენ იმას ბოლომდე. აი ეს რა ჯანდაბა დაგვემართა, რომ სულ გადარბენაზე ვარ. წუთიანი გავარდა მაინც და სულ გაქცევაზე ვარ და დრო არ აგვაქვს რა. აი პირველივე 3 წამში თუ არა თქვი რაღაც საინტერესო, ჩათვალე ასკროლილი ხარ. რაც არ უნდა საინტერესოა და დიდი კონკურენცია იმდენი ვიდეო დევს, რომ იმას გონია, რომ ეხლა შემდეგი იქნება უფრო კაი, შემდეგი. აი ჩვენ ძალიან პირიქით ანუ დიდი ვიდეოები გავარდა უფრო მეტად. არა რაღაც ვალიო ნახე შიგნით ღირებული და იმიტომ ნახე ესე რაღაც სადა ხო ნუ რა არის შეიძლება ვიღაცამ უყურა იმას ბოლომდე და მოეწონა და მე ვიღაცას გადაუზიარა და აჩვენა რომ აი ეს ნახე უთხრა არ ნიშნავს რომ ყველა მოყურა ბოლომდე ხო არა ყველა არ უყურა ბოლომდე რა თქმა უნდა მაგრამ იქ აჩვენებს რამდენიც 10-20%-მა თუ უყურა ბოლომდე ის არის კაი ის არის ზოგადად შედეგი ოდე ხომ მე დაგისვავთ ესეთ კითხვას რას ფიქრობთ აი ამ ხელოვნურ ინტელექტის სადამდე მიგვიყვანს არ ვიცი აი მალხაზის ანუ ყველაფერი იცვლება და შეიცვლება ფაქტია სამუშაო გარემოც რო შეიცვლება უკვე იცვლება ყველაფერი აი ტაქსებში გეტყვით რა 2 წელიწადში შესაძლებელი იქნება რომ დაუჯდე და უთხრა რომ აი ეს არის ჩემი შემოსავალი შენიშნება დავაი და ამიტვირთე ბოლომდე და გააკეთებს თავიდან ბოლომდე აერეშიც ატვირთავს შტატშიც ატვირთავს გეტყვის შედეგებს და რაღაც იმას ეგ 2 წელიწადში ეგრე იქნება ვინ გააკეთებს ამას ვინ ხელოვნურ ინტელექტს ვინ ეტყვის ეგ გააკეთებს ვისაც ჭირდება ვისაც კომპანია თუ თვითონ გააკეთებს ინდივიდუალის და კომპანიაც რატო არ ეტყვის რა მოდი მე ნამდვილად მინდა გადავხადო ულოს დიდი გაგვიგზავნა მაგრამ მადლობა თქვენ მოწვევისთვის პირიქით ყოველთვის და რა ვიცი ბევრი მინდა რომ იყოს წარმატებული ქართველი წარმატებული ეს ყველას ჩვენი ის არის ერთობლივი წარმატება რა თქვენი 200 გახდეს 300 500 1000 ხელმოწერი მილიონი იშოვოთ რა ვიცი ბევრი და ეს არის რა ვიცი ღირსეული ქართველების გამრავლება ღირსეული შრომით რომელიც თავის შრომით აკეთებს გინდა კონტენტს, გინდა პროდუქტს, გინდა მომსახურებას და მიყავს, რა ვიცი, ეს ქვეყანაც წინ და თავისი ოჯახიც და რა ვიცი, თავის ქვეყანაც ერთად. წარმატებული ვისურვებდი რომ ყველა ქართველი იყოს წარმატებული, აბსოლუტურად ყველა და ღმერთმა მოგცეთ იმისი შესაძლებლობა და ძალა რომ დავეხმაროთ ერთმანეთს ყოველთვის. ძალიან ცოტა ვართ და ყველა ქართველი თუ წარმატებული იქნება, ეს სოფლიოს არ დააკლდება არაფერში. რა თქმა უნდა. დავეხმაროთ ერთმანეთს. კი, დავეხმაროთ. მადლობა ილა რომ ხვედი. სასიამოვნო იყო შენთან საუბარი. ჩვენ კიდევ არ ვიცით როდის დაუბრუნდებით, მაგრამ აუცილებლად დაუბრუნდებით მე და მალხაზი. ვიმედოვნოთ რომ ეს იქნება კიდევ სტუმართან ერთად. ხო, და გამოიწერეთ ეს არხი და გვიყურეთ ადრე თვალი ილო კობულაშვილის კონტენტს. ალბათ გამოწერილი ყავთ, მაგრამ თუ არ ყავთ გამოიწერეთ. ჩვენ თუ არ ყავართ, გამოგვიწერეთ ჩვენს. მოკლედ წარმატებებს გისურვებთ თქვენს როგორც პროფესიონალურ საქმიანობაში, ისე აი ამ პოდკასტებში და ხოლმე კარგი გვესმოდეს ერთმანეთს. დაგემშვიდობებით. გისურვებთ ყველაფერ კარგს. მადლობა.